ადამიანებს ხშირად გონიათ თუ აქვთ რამე გადადებული თანხა, რომ სწორი ინვესტიცია იქნება შეძენა და შემდგომ გაქირავება. საერთოდ არ ვეთანხმები და არ ვეყრდნობი ამ მცნებას და აგიხსნით რატომ. უძრავი ქონების ფასი ყოველწლიურად იზრდება. ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე სწორი ინვესტიცია იქნება მშენებარე ბინის შეძენა. აგიხსნით რატო? კი ბატონო, თქვენ ფიქრობთ რისკებზე, თქვენ ფიქრობთ იმაზე აშენდება თუ არ აშენდება, მაგრამ ამისთვის ვარსებობ მე, რომელიც შემოგთავაზებ მხოლოდ და მხოლოდ სანდო და გამოცდილ კომპანიებს. მინდა გესაუბროთ ძალიან ხშირ გარემოებაზე, რაც არის მცდარი. ადამიანს პირობითად აქვს გადადებული $20,000 მიმართავს ბანკს იმისთვის, რომ აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს ბინა და გონია, რომ ყველაზე სწორი ინვესტიციაა, რადგან შემდგომ გააქირავებს მას. ეს არის შეცდომა, რადგან თქვენ რო გადაითვალოთ წლების განმავლობაში რამდენი გაქვთ გადახდილი ბანკისთვის ის პროცენტი, ის იქნება პირობითად და მარტივი ენით რო აგეხსნათ, ერთი ბინა შეიძინეთ თქვენთვის, ნახევარი ბინა შეიძინეთ ბანკისთვის. ამის გარდა თითოეულ ბინას აქვს ამორტიზაცია, ანუ ფუჭებადია და ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ საჭიროებს რემონტს. საბოლოო ჯამში რომ გადაიანგარიშოთ თქვენი დანახარჯები, თქვენ მიხვდებით იმას, რომ წაგებაში დარჩით. ამიტომ რომ გააკეთოთ სწორი ინვესტირება, მომმართეთ პირად შეტყობინებაში და ერთად შევარჩიოთ სამშენებლო კომპანია.